Kalbatonebo და ბატონებო, მოგესალმებით ჩვენ გადაცემის შემდეგი ეპიზოდიდან, რომელიც გახლავთ ყველაზე იუმორისტული გადაცემა მთელი საქართველოს მასშტაბით. სამწუხაროდ ისე ემთხვევა, რომ ყოველ გადაცემაში სიკვდილებზე და ტრაფიკინგზე, მანიაკებზე, სერიულ მკვლელებზე ვსაუბრობთ, მაგრამ მაინც არ უკარგავთ მოკლედ ხასიათს და ყოველთვის გაწვდით ამ ყველაფერს იმ მცირე იუმორით, რა ჭრილში გატარებაც შეიძლება მკვლელობების და ესეთი ამბების. დღესაც რა თქმა უნდა არ გადავუხობთ ჩვენ ტრადიციას და დღესაც ვისაუბრებთ მკვლელობებზე. ასე რომ მოგესალმებით ჩვენ გადაცემაში. მოკლედ განვიხილოთ ბოლო 2 დღის მანძილზე მომხდარი სიახლეები საქართველოში და დავიწყოთ თვითმკვლელობით, რომელიც ჩაიდინა 32 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა იმის გამო, რომ მას გაუვრცელეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები Facebook-ზე. მოდით წავიკითხოთ ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული პოსტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც ყალბი Facebook გვერდით სარგებლობდნენ, დაზარალებულისგან მოიპოვეს მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალა, რომლის გავრცელების მუქარით დაზარალებულს მათთვის 1000 ლარის გადაცემა მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი დაზარალებულისთვის პატივის და ღირსების შელახვის მიზნით აღნიშნული ფოტო და ვიდეო მასალა სოციალური ქსელ Facebook-ის აპლიკაცია Messenger-ის მეშვეობით უკანონოდ გაავრცელეს და დაზარალებულის ოჯახის წევრებს და ნაცნობებს გაუგზავნეს. შედეგად დაზარალებული აღმოჩნდა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ნამდვილად სამწუხარო ამბავია, როდესაც 30 წლის კაცი თავს იკლავს, თუმცა ამ ადამიანს ჩვენი გადაცემა ვერაფერს უშველის, რადგან თვითმკვლელობა უმძიმესი ცოდვაა, ყველაზე მძიმე ცოდვაა, ამას მე არ ვიძახი მეგობრებო, ჩვენი ეკლესია იძახის, ასე რომ მე ნუ დამიშვებთ და მე ნუ მაგინებთ ეხლა, რომ მიშა გარდა ცვილზე რეებს იძახი, იმას ვიძახი, რასაც ჩვენი ეკლესია იძახის, რომ ეს ადამიანი ჯოჯოხეთშია. რა უყო? მე ვარ დამნაშავე? არა, მე არ ვარ. დამნაშავეები დაიჭირეს, რომელიც გახლავთ 18 და 19 წლის მამაკაცი და ქალბატონი. ზოგ ადამიანს გონია ინტერნეტში, რომ 2 გოგოა დაჭერილი და რეალურად ერთი ბიჭია, მეორე გოგოა. კარგით, განვიხილოთ ეხა რეალურად ეს სიტუაცია. რაზეც დოკუმენტალურ ინფორმაციას დაელოდებით მეგობრებო, იმიტომ რომ არ მაქვს, არ გამაჩნია. ასე რომ ჩვეულებრივი ვარაუდები იქნება და ეს ყველაფერი არავინ უნდა დაიჯეროთ, რა თქმა უნდა, რადგან მე გამომძიებელი ჟურნალისტი არ გახლავართ. იგივე ინფორმაციას განვიხილავ, რასაც ვკითხულობ თქვენთან ერთად. მოკლედ, გახლდათ წყვილი 18 და 19 წლის გოგო და ბიჭი, რომლებიც fake Facebook-ს აკეთებდნენ, წერდნენ ადამიანებს, შემდეგ აგდებინებდნენ პირადი ინფორმაციის და პირადი ხასიათის მქონე ვიდეოებს და ფოტოებს და შემდეგ აშანტაჟებდნენ, რომ აი ხა ფული ჩამირიცხე, თორე ამას გავაბაზრებ შენ ახლობლებში და შენ ნათესავებში. ხო, დასამატებელი ამ თემაზე მართლა არაფერია. ამ ადამიანის სიცოცხლეს ვეღარაფრით გამოვასწორებთ, ადამიანმა უკვე თავი მოიკლა, ის ღორის შვილები იმედია მაქსიმალურად დაისჯებიან. სულ ესაა. უბრალოდ იცოდეთ, რომ თუ ვინმე ეგეთი ადამიანი ხართ, რომ გოგოებს უგზავნით, როგორ მასტურბირებთ, თქვენი პენისის ფოტოებს და ამ შემდეგ, თუნდაც გაგიბაზროთ, თუნდაც რაღაცა ეგეთი მოხდეს, არა უშავს მეგობრებო, მაგის გამო ნუ ჩაიდენთ უკიდურეს ცოდვას, რადგან ერთი სიცოცხლე გაჩუქათ ღმერთმა და უმადურები ნუ იქნებით და იმის გამო რომ ერთხელ კამერასთან დაანძრიეთ, მაგის გამო თავს ნუ მოიკლავთ. ყველა ადამიანი ანძრევს. ჩემ გარდა რა თქმა უნდა. გადავიდეთ შემდეგ თემაზე, რომელიც გვახლავს ქალბატონი ვენერა ობოლაშვილი. ჩვენი გადაცემის კარგი მეგობარი, ჩვენი სპონსორი, რომელსაც სხვა შორის კარგახანია ფული არ ჩაურიცხავს და ქალბატონო ვენერა, რას აკეთებთ? იჩალიჩეთ თქვენი საქმეები.
ეს ძალიან კარგი ხუმრობა იყო, უბრალოდ უნდა იცოდეთ ვენერას ისტორია. ვინც არ იცით, გააგაცნობთ ნელ-ნელა. მოკლედ, ქალბატონი ვენერა ახალი გამოსულია ციხიდან, ნუ რამოდენიმე წელია სულ და ეხლა გამოჩნდა ვიდეო ინტერნეტში, სადაც ის წუწუნებს, რომ შვილი მირტყამსო. მოდით გაჩვენებთ ამ ვიდეოს. მეც მებრძოლები, იცი? იმიტომ რომ ვეუბნები, ბიჭო, არ შეიძლება ესე როგორც შენ იქნებ. მე ხო დედა შენი ვარ, შვილო, რატო აზეზე ვერ მოდიხარ, რატო აკეთებ ამას? ნახევარი მსოფლიო მიცნობს და ნახევარი მსოფლიო პატივს ამცემს. მე ძალიან ბევრი ფანები მყავს, მე უთხარი. შენ ნუ თუ ეს არ გესმის მეთქი. არის, არ უნდა. რა ვიცი, რა უთხრა? ფიზიკურად გისწორდებათ? კი. კი. შეხედეთ რა საყვარელი ქალბატონია, ბოლოს როგორ გულის ტკეინტი ძაღის. რა უთხრა? ფიზიკურად გისწორდებათ? კი. კი. ძალიან მძიმეა ჩემთვის ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მოდით ისევ ვის უნდა 20,000 ვითამაშოთ. ქალბატონმა ვენერამ რაღაც დაკეცა და ჩადო ჩემოდანში. რა იყო ეს? ვარიანტი A. ხაჭაპური, აჭარული და აი ესე გადაკეცა, გადმოკეცა, ანუ სულ ადღლიზა რა ეს აჭარული ხაჭაპური და გააფუჭა და მაგის გამო წავიდა ციხეში. ვარიანტი B. კონვერტი მოუტანეს და კონვერტში იდო პლასტიკური ბარათი და ეს კონვერტი გადაკეცა და პლასტიკური ბარათიც გადატეხა და ამის გამო წავიდა ციხეში. თუ ვარიანტი G. ქალი მოახრჩო და შემდეგ გვამი გადაკეცა იმდენად რომ ჩემოდანში ჩაედო და გადაეგდო. რაც შეეხება მარია არზამასცევას, წოც მარია მე ძალიან მიყვარდა. ჯერ გარდირობს მივარტყმევინე თავი, მერე კედელთან ყელში ხალები წაუშე. იაწებე ზადუშ უправდათ ის სტარი სუჩკა მე უთხარი. მეთქი შეაფერისტო. ასე მოვკეცე. თოკები ამოუჭირე, იქ ქვეყანა თოკები ჰქონდა იმ ბალკონში. და აი ეს ჟურნალისტკას ხმა ნახეთ რა. რა უთხრა? ფიზიკურად გისწორდებათ? ფიზიკურად გისწორდებათ? ვაიმე. აი, მართლა რო უთან აგრძნობს ეს დებილკა ეს გოიმკა. მართლა უთან აგრძნობს ამ ქალს. მარია არზამასცევას რატო არ უთან აგრძნობ, ჰა? რო დაკეცა გვამი და ჩემოდანში ჩადო და გადააგდო ჩემოდანი. იმას იგორ კრუშჩევს რატო არ უთან აგრძნობ, რომელიც მატარებლის ქვეშ ჩააგდო და მატარებელმა გათელა და გადაჭრა შუაზე. მესამე რა ვიცი, მაქსიმ პეტრუშჩევს რატო არ უთან აგრძნობ, რომელსაც ჯოხები ხია თავპირში და მე ხიდიდან გადააგდო. აი ეს არის ქალური სოლიდარობა, ანუ კიდე რო ეწოდება ეს ქალი, რადგან ვაიმე ქალია და საწყალი ბებოა და შვილი ურტყამს. აი შვილს ვაჩუქებ პროტეინს და იმებს, კრეატინს და სტეროიდებს, რომ უფრო მძიმედ ურტყას. ვიწყებთ ფულის შეგროვებას, რომ ვენერა ობოლაშვილის შვილს ვაჩუქოთ პროტეინები, რომ უფრო დაიკუნთოს და უფრო კარგად ურტყას დედამის. თანხა ჩარიცხეთ ქვემოთ მითითებულ ლინკზე აღწერაში. გადავიდეთ შემდეგ სიახლეზე. რუსეთ-უკრაინის ომის დროს დაფიქსირდა მძიმე დარღვევები. 2026 წლის 15 მარტს დაფიქსირდა მძიმე დარღვევები. ბავშვების დეპორტაცია, სექსუალური ძალადობა, სასამართლო დარღვევები და მობილიზაციის პრობლემა. მობილიზაციის პრობლემა ნამდვილად საპირწონეა სექსუალურ ძალადობასთან და ადამიანების წამებასთან. დიახ, გეთანხმებით, ნამდვილად კარგი შენიშვნაა. ნათქვამია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ანგარიშში. ანუ გაერომ მოკლედ გამოაქვო 4 წელი იფიქრეს, რომ ესენიო რამეს ხო არ არღვევენო კაცო აქო. კიო არ ღვევენო და 4 წლის თავზე გამოაქვეყნეს, რომ რუსეთიო რაღაცას არ ღვევსო იქო. ძალიან დიდი მადლობა გაეროს, რომ შეამჩნია ეს დარღვევები, აი მობილიზაციის პრობლემა, ანუ
მე კი 2022-ვე წელში ვუყურებდი, რომ ადამიანებს აჭარიდნენ სასქესო ორგანოებს იმ საკანცელარიო დანებით, ადამიანებს თავებს აჭარიდნენ და იცინოდნენ და ხარხარებდნენ და მაგის შემდეგ შემექმნა წარმოდგენა, რომ ძალიან კარგად ვცხოვრობ, უბედნიერესი ვარ, აი მართლა უბედნიერესი ვარ, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ გაერომ 4 წელი განიხილა ეს საქმეები დააკვირდა კარგად და დღეს გამოაქვეყნეს სტატია, რომ თურმე ადამიანის უფლებები ირღვევა რუსეთ-უკრაინის ომში. ნამდვილად მნიშვნელოვანია, ანუ ეხლა ალბათ გაეროს ამ პოზიციის გამოვლენის შემდეგ რუსეთი რა თქმა უნდა უკან დაიხევს და აბსოლუტურად შეწყვეტს უკრაინელების ხოცვას და მოკლედ ძალიან დაეხმარა გაერო უკრაინას. დიდი მადლობა გაეროს. თქვენ დედა შევეცი მე. დიდი მადლობა ჩემ მაყურებელს, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ, ფულები ჩამირიცხეთ. კოცნით მიყვარხართ.